რას დავბედით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. რეჟიმა ისევ დაგვანახა თავისი მიხეილ ყ. ამჯერად ზუსტად იქ, სადაც მისი ადგილია. არა, სტადიონზე არა, პოსტივის. თავს რომ პრეზიდენტს უწოდებ და პოსტივის დაუждები სალაპარაკოთ, მე კითხვები აღარ რჩება. შენზეც ყველაფერი ვიცი და რეჟიმზეც უკვე, რომელსაც წარმოადგენ. ამის შემდეგ სალავიოვის გადაცემაში მონაწილეობა ამხოლოდ, უფრო ღრმად უკვე ვეღარ ჩაქვესკნადები. მიხეილ ყ-მ მთელი საათი ილაპარაკა და რომ გითხრათ, რამე საქმიანი თქვა მეთქი, უნდა მოგატყუოთ. მე კი არ მინდა თქვენი მოტყუება და შეგიძლიათ მე თავად უსმინოთ შალავა ვიზიაზე თანამედროვეობის ამ ციცერონს. მე მხოლოდ ერთ კითხვას, ნაწილს მოგასმენინებ და პასუხის იმ ნაწილს, რომელიც ამ კითხვას ეხება. იმიტომ რომ მე გარეკა და გარეკა საერთოდ. ჩვენ ხომ არ უნდა გადავხედოთ ასევე ჩვენი უსაფრთხოების ფილოსოფიას ზოგადად, რომელიც დღემდე მიბმული იყო, ერთმნიშვნელოვნად იყო მიბმული იმაზე, რომ ნატო აგრძელებს გაფართოებას, ჩვენ ადრე თუ გვიან ამ ნატოში შევალთ. ნამგზავრდებით გავართ, რომ ჩვენ არ შეიძლება ვინმეზიან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ. ეს არის ჩვენი მთავარი мотиваცია. ხა იმ ისტორიის გახსენება აღის, რა მონაწილეობას ვიღებდით, ხო? ნატოს მისიებში რა დამოკიდებულება გვქონდა. ეს ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, ჩვენ უნდა გვეთქვა ხო ან არა ნატოში გაწევრიანებაზე, ხო? ეს დამოკიდებული იყო ნატოზე, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ მოლოდინის რეჟიმში დაგვტოვა. პოლიტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში ვინმეზე დამოკიდებულების და ეს ნელ-ნელა მილევადი არის. ქოცური დამთავრნი ახლა ქართულად. მარჯვენა ქოცმა კითხა, ეს ნატო როდემდე უნდა გვეწეროს კონსტიტუციაში, რომ აღარ დადგა დრო, რომ ამოვშალოთო. მარცხენა ქოცმა პირდაპირ ვერ თქვა, ჯერ ვერ თქვა, უნდა ამოვშალოთო, მაგრამ მიიკიბა და მოკიბა. ჭორვილადან მოსკოვის გავლით აბასთუმნამდე იბოდიალა და საბოლოოდ მაინც იქ მივიდა. უნდა დამთავრდეს დრო და განწყობა, რომ ვინმეზე, ანუ ნატოზე, ევროკავშირზე ვარ დამოკიდებულებიო. არ ვიცი, თქვენ ნახეთ თუ არა, მაგრამ ორი კვირის წინ დოიჩე ველესთან ჰქონდა ინტერვიუ მიხეილ ყ-ს და იქ თქვა, რა ნატო აგერ რუსი ყავს მეზობლად და როგორ წარმოგიდგენიათ აფხაზეთის დაბრუნება თუ ისევ რუსს არ მოველაპარაკეთ. გიკვირთ, მე არა. ბორიას ხელით პრეზიდენტის კამში ჩადებული ორგანიზმი ზუსტად ასე უნდა საუბრობდეს. ზუსტად ბორიასებურად. ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობისას რომ სამაგალითოდ მიაჩნდა მოსკოვზე ჩამოკიდული იმდროინდელი სომხეთის პოლიტიკა 2013-წლში. არ მინდა თავი ნოსტრადამუსად გაგაცნოთ, მაგრამ სულ ახლოსაა დრო, როდესაც პროჭორვილელი უკვე ღიად იტყვის. არ გვინდა არც ევროკავშირი, არც ნატო და ბარემ ამოვშალოთ კონსტიტუციიდან 78 მუხლიო. მერე თუ ვიღაცები აყვირდებიან და სეირის ყურების ხასიათზე იქნა დიდი ხაზეინი, რეფერენდუმსაც დანიშნავს, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს გამოუცხადებს და უკვე რეფერენდუმის ზალით იტყვის უარს დასავლეთში ინტეგრაციაზე. ნუ ახლა თლად შალავა ვიზია თუ ითხოვს, მაგათი მოთხოვნა ხო რეალურად სიგნალია და მაგ სიტყვას ვეღარ გადავლენ. შეძლებს დაგვარად სერიოზული სახით გეტყვით, მაგრამ მაინც გაგეცინებათ. კობახიძე ისევ თურქმენეთშია. მესამედ ერთ წელიწადში. ოფიციალური ცნობით ამჯერად ვიზიტის მიზანია მონაწილეობა ფორუმში, რომელთაც თურქმენეთი შვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს ასრულებს. ასე ქვია. აი, როგორც ის გორსალა არქმევს ხოლმე თბილისს, ხან სიკეთის, ხან სიყვარულით, ხან რა ვიცი, კიდევ რიცავსე ქალაქს. თურქმენეთმაც ახლა გადაწყვიტა 2025 წლისთვის მშვიდობისა და ნდობის წელი დაერქვა. და შეექმნა დიდებული საბაბი ისეთი დიდებული სტუმრების სამასპინძლოდ, როგორც არის მისი აღმატებულება ბატონი კობახიძე. საბაბად გამოიყენეს კონსტიტუციის ჩანაწერის 30 წლის თავლი, რომელთაც თურქმენეთი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ხო, თურქმენული თუ იცით, ან იქაურ მედიაზე მაინც მიგიწვდებათ ხელი და თარგმნით, იქაც ზუსტად ასე ამბობენ, უპრეცედენტო მშვიდობის, ოღონდ იქ 30 წელი. ფორუმი როგორც აზიას ეკადრება, იქნება მდიდრული. წავა ახალტეკინური კვიცების ჩუქება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტუმრებისთვის. კობახიძე არ მგონია ასეთად ჩაითვალოს, მაგრამ ერთ ალაბაის ლექსს შეიძლება გამოკრას ხელი. ეგეც საქმეა. მასზე ცალსახად მნიშვნელოვანი VIP სტუმრები იქნებიან ვლადიმერ პუტინი და თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები. აი ეს გაფუწული კი ვის დაკარგვია, თქვენი ფიქრით. და ზუსტად ეგ არის ამოცანა. როცა ლოგიკურად არავის დაკარგვი ხარ და არავის გაახსენდებოდი სტრატეგიული პროცესი, რომ ლოგიკურად მიდიოდეს და ხელოვნურად არ ცდილობდე მის შებრუნებას შენ. ბორია უკვე 13 წელია ყველაფერს აკეთებს, რომ შეაბრუნოს საქართველოს სახელმწიფოსთვის ერთადერთი ლოგიკური ევროატლანტიკური ვექტორი. და მიუჩინოს ადგილი მსოფლიოში, რომელიც ჩვენი არასდროს ყოფილა. არასდროს მას შემდეგ, რაც ჩვენმა მეფეებმა თავი დაანებეს ყარაყორუმ სიარულს სიგელის მისაღებად. ახლა ბორიას დროით სხვა დროა.
მჭიდროა უკვე არამხოლოდ ირანისა და თურქმენეთის, გინდაც თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან, არამედ პირადად პუტინთან ჩავყოთხელი ფლავის საერთო გოფში. და შენ ბიჭო იქნებ ქუდი მაინც დაიხურო მაგ სადილამდე, რომ შენი გაფუწულით მარო არ ჩავარდეს მე იმ გოფში და ვინმეს არ ამოყვეს, თორემ უხერხულია მაინც. ლატვიაში ქართველების საიმას პარლამენტის თავმჯდომარეს დაიგა მერინია შეხვდნენ. შევხვდით, რა კი თქვენი მონამორჩილის მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. ჩვენ მოგწეს 30 წუთი, მაგრამ საბოლოო ჯამში ლამის მთელ საათს ვესაუბრეთ და ის გვესაუბრა. მონაწილის შთაბეჭდილებას გიზიარებთ ახლა. ლატვიის პარლამენტის სპიკერი რეალურად დაინტერესდა, რეალურად, რა ხდება საქართველოში. უამრავი კითხვა ჰქონდა. ჩვენ იმედი აქვს ჰქონდა ყველაფრის პასუხი. მთავარი რაც ვთხოვეთ, ლატვიამ გამოიჩინოს ინიციატივა და სხვა მეგობარ ქვეყნებთან ერთად მიმართოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, რომლის კომპეტენციაში შედის რეალურად წევრ სახელმწიფოებში მომხდარი დანაშაულის გამოძიება. როგორც მოხდა ერაყში მაგალითად, სირიაში მოხდა ასე, ან სხვაგან. საქართველოშიც კითხვებს პასუხი გაეცემა მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ საერთაშორისო გამოძიება უპასუხებს და არა უფროს ლეიტენანტ მდინარაძის კანტორა, რომელიც ახლა იმითაა დაკავებული, რომ აკრობს სამხილებს, ანადგურებს. ჩვენ მოუყევით რამდენიმე მდგომარეობაშია ქართული მედია, როგორ აღჭობს ყველანაირ დამოუკიდებელ აზრს რუსი ბორია და რა რესურსებს ხარჯავს რეჟიმის საკუთარი პროპაგანდისტული მანქანის მუშაობისთვის. მოუყევით რა ანტიადამიანურ და ანტიდასალურ კანონებს აწყობს დილას აღამოს უკვე ქოციემისთვის, რათა ადამიანებს ხმა ჩააწყვეტინოს, ქუჩაში გამოსვლა აუგზავნოს, გააუქმოს სამოქალაქო სექტორი, რომ უბრალოდ მოიცილოს წინააღმდეგობის უკანასკნელი ორგანიზებული სივრცე, ელემენტარული. არ მოგატყუებთ, რომ ლატვია ხვალ-ახლა ხმალს იშიშვლებს და 9-თავიან რუს ბორიას ეკვეთება. მაგრამ ამ შეხვედრით, სხვა შეხვედრებით, დასავლეთში მეგობრების მობილიზებით რეჟიმს ეს თავები ერთმანეთის მიყოლებით დასწვივდება აუცილებლად. არც იმას მოგატყუებთ, ცოტა გულდაწყვეტილი ვიყავი იქვე ინტერვიუზე რომ არ დამთავრდა. უარი მითხრა. მაგრამ ბოლომდე გამოსულები არ ვიყავით საიმას შენობიდან, ისეთი პოსტი გამოაქვეყნა, ქოციც მიხვდება, რომ იმ ანეკდოტის არ იყოს მგონი გაბრაზდა, მართლა გაბრაზდა. დღეს შევხვდი ლატვიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია. სამწუხაროდ მოქმედი მმართველი პარტია სულ უფრო სცილდება დემოკრატიულ ფასეულობებსა და ევროკავშირის ინტეგრაციის გზას. ლატვია მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებზე იქნება ორიენტირებული. ლატვია გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული ძალების მხარდაჭერას. ისევ გაგიმხელთ საიდუმლოს. როდესაც დადასტურდა, რომ შეხვედრა ნამდვილად შედგებოდა, დავიწყეთ ფიქრი, რა გვეჩუქებინა ქალბატონის სპიკერისთვის. სტანდარტული ქართული იდეა ღვინო. მაგრამ შემდეგ გონიერმა ხალხმა გვირჩია, ესენი კანონის ხალხია და შეიძლება ოპოზიცია მერე ამოუქეკოს მაგ ბოთლის მიღების ამბავი და მოითხოვოს საპარლამენტო გამოძიებაო, მაგალითად. რაღი და ღვინო. ვინმე შეიძლება დააბრალოს, რომ ქრთამი მიიღო. მოკლედ, უფრო მარტივი და გემოვნებიანი იქნება თუ წიგნს აჩუქებდო. ღვთის მადლით რამდენიმე თვის წინ ლატვიურად არგნეს მერვე სიცოცხლე. აღმოჩნდა, რომ წაკითხული ჯერ არ აქვს და მთელი სიამოვნება წინელის. თან წიგნი ვაჩუქეთ ავტორის ხელმოწერილი ეგზემპლარი. ასე იყიდება მაღაზიაში და როცა უხსნიდი რა წიგნი იყო, რამდენად რთულ დროებას ეხებოდა, რა განსაცდელს აღწერდა გინდ ადამიანებისთვის და გინდ ქვეყნისთვის, აღმოვაჩინე უცებ ერთი რამ. ახლა ამ წიგნის მესამედი უკვე გავიარეთ. სადღაც 30-იან წლებში ვართ. ოღონდ ჯერ კიდევ შეგვიძლია წინააღმდეგობა. გინდ გარეთ და გინდ შიგნით და აი ზუსტად მაგას ვაპირებთ. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მოაყოლა ვიდეოც. რეზინის ტყვეები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტული მიზნით და არა როგორც მასის კონტროლის ზოგადი საშუალება. მათი გამოყენება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მიზანში ამოღებული პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. სასამართლომ დაადგინა კონვენციის მესამე მუხლის არსებითი ნაწილის გარღვევა. ამ გადაწყვეტილებით 26-მა მოსარჩელემ გაიმარჯვა დავაში საქართველოს სახელმწიფოსთან. მათ დაამტკიცეს, რომ გავრილოვის ღამეს სახელმწიფომ არაადეკვატური ძალა გამოიყენა მათ წინააღმდეგ. სტრასბურგმა დაადგინა, რომ ბორიას მილიციამ იმ ღამეს 800-ზე მეტი რეზინის ტყვია ისროლა. თან ესროლა რეგულაციების დარღვევით სახეში. საერთო ჯამში 200-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა და 4-მა კი დაკარგა თვალი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოფიციალურად გამოძიება ჯერ კიდევ მიდის საქართველოში, რაც არღვევს ამ 26 მოქალაქის წამების ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნას. შედეგად სახელმწიფოს დაზარალებულებისთვის 646,000 ევროს გადახდა და ეკისრა. ცირკი ისაა, რომ სახელმწიფო კი გამტყუნდა, მაგრამ ამტკიცებს ზუსტად მაგას ვამბობდი მეო. ეგ როგორ ახლა იკითხავთ? როგორ და
ორი კვირის წინ, როდესაც გასაგები გახდა, რომ სტრასბურგში საქმე წაგებისკენ მიდიოდა, პროკურატურამ განაცხადა, ეგ ყველაფერი გახარიას ბრალიაო. სქემა დაალაგდა. სტრასბურგი ადანაშაულებს სახელმწიფოს, სახელმწიფო ადანაშაულებს გახარიას, რომელიც იყო კიდეც სახელმწიფო მაშინ. და მე კიდევ და კიდევ უფრო სახელმწიფო გახდა, რა კი სულ ცოტა ხანში თლა პრემიერ-მინისტრად აირჩიეს თუ დანიშნეს. ახლა რუსის ბორიას მეტი საფუძველი ექნება, რომ მოითხოვოს გახარიას ექსტრადიცია გერმანიიდან. აი, ეგ კი ცირკი იქნება ნახდად. ოღონდ მაგის პარტიას არ აკრძალავს ალბათ და მაგის ფრაქციასაც პარლამენტიდან არ გამოაჭიტლაკებს, რადგან ოპოზიცია სჭირდება. სხვა არავინ არაა და იყონ იქ იყეფონ, რა ვიცი. როცა ნებას დართავენ. სხვა ფუნქცია მაინც არ აქვს და ზიანი სისტემისთვის ნულოვანია. სამაგეროდ, რამხელა საიმიჯო მონაგარია. მრავალ პარტიულობას გვიწონებდით? აგერ ბატონო თვალთხარიები. სიტყვის თავისუფლება გნებავდათ? აგერ ბატონო თვალთხარიები. საპარლამენტო კონტროლი გაკლდათ? აგერ ბატონო თვალთხარიები. მაგათ თავმჯდომარეზე თუ ძებნას გამოვაცხადებთ ან საერთოდ დავიჭერთ, ეგ არაფერი. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ეს აი ჰაკიმ-ფაშა ტრიტრი დაგვეთანხმება, თორნიკე რიჟვაძეც, გრიგოლ ლილუაშვილიც. აი ჯვანშერ ბურჭულაძე ალბათ არ დაგვეთანხმება, რადგან ციხიდან გამოშვებას ითხოვს, როაშვილი მყავს. ბორიასთვის არ გასახარე ამბები ამით არ სრულდება. მსახიობმა ბაჩო გაჯაიამ სტრასბურგს მიმართა უკვე ახალი 5,000 ლარიანი ჯარიმის გამო, რაზეც სამართალ საქართველოში ვერ მიაღწია, ან სხვამ ვერ მიაღწია რომ. ახლა ამ საქმეზე იქნება დამოკიდებული კიდევ რამდენი დაჯარიმებული იზამს იმავეს და რამდენი მიყვება ბოლომდე რუსული რეჟიმის ბოროტმოქმედებებს. ერთადერთი ამბავია ცუდი, რომ ამ ფულის გადახდა ბორიას საკუთარი ჯიბიდან არ მოუწევს და ისევ ბიუჯეტი დაზარალდება. მაგრამ ეგეც იცოდეთ დროის საკითხია და ცოტა უფრო საფუძვლიანი გამოძიების. რისთვისაც საქართველოს პროკურატურა პროჭორვილელთაგან გათავისუფლებული ერთ დღეს აუცილებლად მოიცლის. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. Я помню, очень гадაცემდა.